პატიოსანო, მამანო, დედანო, ძმანო და დანო. ძნელია ჩემთვის ამ წუთებში გამოვხატო თქვენს წინაშე ჩემი სულიერი განწყობა, ფიქრები, განცდა, რაც თან ახლავს იმ არჩევანს, რომელმაც წინააღმდეგ გარკვეულ დიდი პატივით და მძიმე ჯვარით. უპირველესად მადლობას ვწირავ მაგალ ღმერთს ამ დიდი წყალობისთვის, რომელიც მოიღო ჩემს უდრისელაზე. მადლობა ყველა წმინდა ღვთისმშობელს, მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდათა დას, ის მამა შიგოვლებს სენაკის და ჩვეულის ეპარქიის მმართველს, წმინდა ხის ალექსი სენაკეს შუშანიას და სხვა ჩვენს ასაკაკულ მოღვაწე წმინდანებს, ჩემ წევრებისა და მართლობისთვის. მადლობა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მრევლებს, ჩემთანი გამოჩენილი ესოდენ დიდი ნდობისთვის. თითოეულ ადამიანს, ვის გაუყარებად მიგვაცა დღევანდელი კრების ღირსეულ და წარმართვისთვის, კრების ყველა დელეგატს და სტუმარს. განსაკუთრებული მადლობა ქართველ ხალხს სიყვარულისთვის, ლოცვისა და შემოქმედებისთვის. ასევე მინდა მადლობა გადავუხადო სენაკის და ჩვეულის ეპარქიის სამდელოებას და მრევლს გამოვლენილი სიყვარულისთვის და მათთან ერთად ღვთისა და ეკლესიის სამსახურში გატარებული წლებისთვის. დიდი მადლობა და წყალობა ღვთისა გამოდროხდა მძიმე მწყემსავების ჯვარი და პასუხის გეგმობა. შეუძლებელია უბნის, განგებულების და განზრახვის ამოცნობა და პასუხის მოძიება კითხვაზე, თუ რა მინება გვერდმა ასეთი დიდი მადლის და მსახურების ოცემა და დაკისრება შეიძლება. გაცნობიერებული მაქვს ერთი მწრი ამ მოწოდების სიდიადე და აპირი და მეორე მხრივ ჩემი ადამიანური სიწირე და უზღურება. მსახურებ ყოველ მოსწავლეობას, ყოველ წმინდა დედაქრისტიანს, წმინდათა დას, ჩვენს წინამორბედ კათოლიკოს პატრიარქს და ლოცვას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ გია მელონის ლოცვას, ასევე ქართული ხალხის ლოცვას და სიყვარულს. თქო გილოცავ ჩემთვის, გილოცავ ჩვენი ეკლესიის მომავლისთვის, რათა ერთობი, სიყვარული და მშვიდობით მადლობ უღარი და ღირსეულად გავაგრძელოთ ჩვენი მსახურება ეკლესიისა და ერის საკეთილდღეობით.